დღეს წარმოგიდგენთ 1979 წლის Cadillac Fleetwoods. Ათას 980 წელს თუ ბრუკლინში მაღაზია ქონდა და შენ კართან ეს მანქანა გაჩერდებოდა, ნიშნავდა რომ ყოველკვირეული გადასახადის დრო მოვიდა. იმიტომ რომ ამ მანქანით ძირითადად გადაადგილდებოდნენ მაფიის მაღალი კლასის წევრები, მობ ბოსები, ანუ იგივე მაფიის ბოსები, ან პოლიტიკოსები, ოღონდ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსები. იმიტომ რომ Cadillac-ს ყოველთვის ჰქონდა სწორება ძალიან მაღალ შემოსავლიან ადამიანებზე. სწორედ ამიტომაც 1930 წელს იყიდა Fleetwood-ი, რომელიც ცალკე კომპანია იყო და დაიწყო Cadillac Fleetwood-ის გამოშვება. 1930 წელს Fleetwood იყო ცალკე კომპანია, რომელიც განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ქმნიდა ავტომობილებს, უпростоრად ძარებს. ანუ თუ იყავი ძალიან მდიდარი, Fleetwood შენთვის შექმნიდა ძარას, რომელსაც შემდეგ დაადგამდა რაიმე საავტომობილო ჩონჩხს და გეყოლებოდა უნიკალური ავტომობილი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული მასალებით იყო დამზადებული და იყო ძალიან კომფორტული. მოგვიანებით Cadillac-მა შეიძინა Fleetwood და დაიწყო Cadillac Fleetwood-ის გამოშვება. ალბათ ყველაზე საკულტო Cadillac-ის, რომელიც ოდესმე შექმნილა. სწორედ ამ სპეციფიური კლიენტთა ბაზის გამო Cadillac-ს მოუწია რომ ძალიან მაღალი სტანდარტები ქონოდა და ავტომობილებში ჩაიდოთ ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც დღესაც კი გასაკვირია. დღეს ამ მანქანაზე დეტალურად გავივლით, მოგიყვებით თუ რა საოცარი ავტომობილია, მოგიყვებით რა ფუნქციები აქვს, როგორ იგრძნობა, როგორ იმართება და საერთოდ რა არის ეს მანქანა. და რა თქმა უნდა დავიწყებთ დიზაინით. Fleetwood-ის დიზაინი აწლეულებთან მიმართებაში რა თქმა უნდა იცვლებოდა. იმიტომ რომ ზოგადად საავტომობილო დიზაინი იცვლებოდა მთელი მაგ პერიოდის განმავლობაში. მაგალითად 30-იან წლებში პოპულარული იყო აეროდინამიური დიზაინი, გლუვი ფორმები, რომელიც ჰაერს მაქსიმალურად ეფექტურად გაჭრიდა და მაშინ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილები გამოდიოდა. თუმცა მოგვიანებით დაახლოებით 70-იან წლებში მთელი ავტოინდუსტრია გადავიდა შედარებით 4 კუთხედ, ანუ კუთხედოვან დიზაინზე. და სწორედ მაგ თაობის წარმომადგენელი იყო ახლა Cadillac Fleetwood-ის სახით. ასევე ძალიან უცნაურია რომ 1979 წელს Cadillac-ი უშვებდა ამ ავტომობილს, იმიტომ რომ როგორც ჩემმა მაყურებლებმა იცით, 1973 წელს დაიწყო საწვავის კრიზისი, რომელმაც გამოიწვია რომ მთელი ავტოინდუსტრია გადაიწყო შედარებით პატარა ძრავებზე, ასევე პატარა ავტომობილებზე, იმიტომ რომ საწვავი უბრალოდ არ იშოვებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ავტომობილს მაქსიმალურად ცოტა რაოდენობის საწვავი მოეხმარა. ამ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში უბრალოდ საწვავი არ იშოვებოდა, Cadillac-ი უშვებს მანქანას, რომელიც წვავს 25 ლიტრს 100 კილომეტრზე. ანუ ეს დაახლოებით როგორი განაცხადია, იცი, ვეგანების წვეულებაზე რო შეხვიდე და მწვადის შეწვა დაიწყო რა. Cadillac-მა უბრალოდ თქვა, ფეხებზე მკიდია ეს კრიზისი. მე გამოვუშვებ ავტომობილს, რომელიც დაწვავს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ჩემი მომხმარებლები იმდენად მაღალი დონის წარმომადგენლები არიან, რომ მათ არ აინტერესებს საწვავის კრიზისი. ისინი იშოვიან საწვავს მაშინ, როდესაც მოუნდებათ, სახლშიც კი მიუტანენ. ამიტომ ჭირდებათ ავტომობილი, რომელიც იქნება ძალიან კომფორტული, ექნება თანამედროვე ტექნოლოგიები და დიზაინი, რომელიც ყველაფრისგან გამოარჩევს. და მგონია რომ მათ ეს გამოუვიდა. აქ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძრავსახურავი, რომელიც მაშინ ამერიკაში რაც იყო პოპულარული იმ ავტომობილებს, აი Datsun-ი მაგალითად, თითქმის ნახევარზე მეტია სიგრძეში და ამ ძრავსახურავის ქვეშ იმალება 6-დან 0 V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავა. მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით მანამდე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ შეიძლება ახლა უბრალოდ ფიქრობ რომ ზომაზე ყურადღების გამახვილება კაცური კომპლექსების ამბავია, მაგრამ 5 მეტრი და 64 სანტიმეტრი იმდენად დიდია მანქანისთვის, რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს ნიშნავს რომ მისი სიგრძის მთლიანად გასავლელად ადამიანს საშუალო სიჩქარით დაჭირდება დაახლოებით 4 წამი, რაც დაახლოებით იმდენივია, რაც Usain Bolt's ჭირდება 20 მეტრის გასარბენა. გასაგებია რომ ყველანი ვხედავთ რამდენად განსხვავებული დიზაინი აქვს ამ მანქანას, მაგრამ ეს დიზაინი ასევე ფუნქციონალურიცაა. მაგალითად ეს პატარა რაღაცა. ეს არის ძალიან ფუნქციონალური რამე. თუფარი ინთება, აქ პატარა ნათურებიც ინთება და თუფარი დაიწვება, აქაც აღარ აინთება და შესაბამისად ზღოლი დაინახავს რომ მისი ფარი არის დამწვარი და პატრული გააჩერებს. და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ მანქანის ზღოლს დიდი ალბათობით საბარგულში შეიძლებოდა რომ გვამიქონოდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ანუ Cadillac-მა თავისი მომხმარებელი იცის და ზრუნავს მათზე.
ასევე იცის, რომ ასეთ ადამიანებს ძალიან მოწონთ უამრავი ქრომი ავტომობილში. და შესაბამისად, აქ გვაქვს ძალიან ბევრი ქრომირებული დეტალი. მაგალითად, ბამპერია ქრომირებული, ცხაურაა ქრომირებული, ფარების ჩარჩოებია ქრომირებული. თვითონ ფარების ეს მინი ჩარჩოც კი ქრომირებულია და სხვათა შორის, თუ ნატურა დაიწვა, აქ ნატურა არ იწვება, ფრინად ასე ამ ნაწილს ფარს ამოიღებ და ეს უნდა შეცვალო რა, რომელიც ახლა eBay-ზე $10 ხრის. ასევე ქრომირებულია, რა თქმა უნდა, Cadillac-ის ლოგო, რომელიც მოძრაობს, რომ ავარიისას ვინმე არ დააზიანოს, თითქოს ძალიან ნერვიულობდეს ამანქანის პატრონი ვინმეს დაზიანებაზე და ტრიალდება კიდეც. ასეთი ლეგენდა არსებობს, რომ თუ ცუდ პალასაზე ხარ, შეგიძლია გადმოხვიდე, შენი Cadillac-ის ლოგო დაატრიალო და პალასა შეიცვლება. რა თქმა უნდა, დისკები არის სპიცებიანი, ურთულესი, მაგრამ ულამაზესი, ასევე ქრომირებული Cadillac-ის ლოგოთი და ასევე ქრომი გვაქვს სარკეზე, ჩარჩოზე და მოკლედ ყველგან სადაც შეიძლებოდა რომ ქრომი გამოყენებულიყო. აქვე მინდა აღვნიშნო ამ მანქანის უცნაური ფერი. ეს არის შაბიაბნის ფერი, ესევე ეძახით ხოლმე, შეიძლება ვიღაცამ ღია ცისფერი დაუძახოს, შეიძლება ვიღაცამ ღია მწვანე დაუძახოს, მაგრამ მე ვეძახი შაბიაბნის ფერს რა. და რატომ მინდა ახლა ამ ფერზე საუბარი? Cadillac-ები ძირითადად ხდება ხოლმე საკმაოდ ფერადები. იმიტომ რომ Cadillac-ს ისეთი ტიპი ყიდულობს, ვისაც არ ანაღლებს სხვა რა სიტყვის რა. ანუ მაფიის ბოსი რო ხარ, იმდენად თავისუფალი ტიპი ხარ, რომ ფეხებზე კიდი ახლა ვინმე შენი მანქანის ფერი მოეწონება თუ არ მოეწონება რა. ანუ თუ ჩვეულებრივი ადამიანები ფიქრობენ, რომ იცი რა, მოდი მე ვიყიდი შავ ტესლას რა, იმიტომ რომ ეხა რავი რა პონტია რა, შავი მაგარია რა. რა სიტყვი ბექა შავი ხო კაია, შავი თუ ეხა ყვითელი, შავი ხო? ხო იასნა ბიჭო შავია, მაგრამ და გაყიდვისასაც მე უფრო კარგად გავყიდე, შავი მარტივად გაიყიდება, ფიქრობს. აი Cadillac-ის ყიდველი ფიქრობს ესე რა. რა ფერი მინდა? ცისფერი? ვარდისფერი? ცისფერი მინდა. ერთი ლუი, ცისფერი Cadillac-ი შევუკეთე რა. აი ეს არის რა, Cadillac-ის ყიდვის პროცესი იყო ეს. ანუ Cadillac-ის მეპატრონე სხვას არ ეკითხება რა ფერი უნდა. იცის რა ფერი უნდა. უნდა დედააფეთქებული შაბიაბნისფერი Cadillac-ი, რომელსაც ექნება მუქი მწვანე ზოლი, რომ ყველას შავი ეგონოს, მაგრამ სინამდვილეში მწვანე იქნება ეს ზოლი და ასევე ექნება სახურავი, ნაჭრის სახურავი, რომელიც ასევე არის მუქი მწვანე და ყველას ეგონება შავი, მაგრამ არის მუქი მწვანე და მარტო თვითონ დაინახავს, რომ მუქი მწვანეა. სხვები რო დააკვირდებიან, მერე დაინახავენ. წარწერები მეოსება კიდე ამ მანქანაზე, ნახე რა მაგრა წერია. Fleetwood Brockham. ანუ ოთხკარიანია მაგით ქვია Brockham და კარის სახელურიც ქრომირებულია, რა თქმა უნდა. უკანა დისკი არის დაფარული ასე ნახევრად ფრთაში, რაც რა თქმა უნდა კლასზე მეტყველებს და ძალიან მაღალი დონეა. უკანა ფარების დიდ ქრომშია ჩასმული. ძალიან დიდი საბარგული აქვს, სადაც თავისუფლად ჩაეტევა 2-3 ადამიანი. ნუ თუ ამ სათადარიგო საბურავს ამოიღებ. იმის და მიუხედავად რომ 46 წლისაა, 46-აა, ხო? ხო, 46 წლისაა ეს მანქანა. ძალიან სუფთად არის ყველაფერი რა. ძალიან კაი. ანუ აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რომელიც დიდხანს ძლებდა რა. კაი, წამოდი ახლა გადავიდეთ უკვე სალონში, იმიტომ რომ სალონში არის ალბათ ყველაზე საინტერესო ამ მანქანის განხილვა. წავიდეთ. ეს არის მისი სალონი, რომელიც მინდა დავიწყოთ რომ არის უკომფორტულესი. ანუ ეს არ გეგონოთ რაღაც ჩვეულებრივი Toyota-ს ან თუნდაც თანამედროვე Mercedes-ის სალონი. არა, ეს საერთოდ სხვა დონეა რა. მანქანის სალონზე მეტად სახლის მისაღებს უფრო გავს, ოღონდ ძალიან ძვირად ღირებული სახლის. ზეკომფორტული სავარძლები, სადაც აი როგორც იხარ, იცი, სახლში ტელევიზორის წინ ყველაზე კომფორტული დივანი რო დგას ხოლმე რა, სადაც ეს ჩაეძნეყვები და ტელევიზორს უყურებ. აი ეგრე ხარ ჩაძნეყვებული აქაც, ეგრეზი ხარ და ერთი ცუდი თვისება აქვს ამ სავარძელს, რომ ამაში ერთხელ რომ დაჯდები, მაგის მერე ნებისმიერი სხვა მანქანის სავარძელზე, სადაც არ უნდა დაჯდე, თანამედროვე ავტომობილზე მაქვს საუბარი, მიხვდები რა ბანძის სავარძლები ქონია იმ მანქანას. საჭე, რომელიც დამახასიათებელი ვიზუალისაა Cadillac-ისთვის, ძალიან ლამაზ მწვანე ფერშია შიდა სალონი გაკეთებული და საჭეც იმეორებს ამ მწვანე ფერს. სიგნალი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. აქ ყველაფერი ხის ფერშია გაკეთებული, ხის ფერი და სალონის მწვანეა გამოყენებული. თავისი ორიგინალი რადიო, რომელიც ვიზუალურად ძალიან მაგრად გამოიყურება, ინე კაცურად ეჭირება და რა თქმა უნდა მუშაობს. სარკის გასასწორებელი, მაგ ესე რო არ გადაწვდე და რო არ ეჩალიჩო, აქედან ასწორებ უკანა ხედვის სარკეს გვერდითას. და ამ მანქანას აქვს კლიმატ კონტროლი. ანუ უბრალოდ კონდენსიონერი კი არ აქვს, კლიმატ კონტროლი აქვს. ანუ ის, რაც ჩვენთან 2010 წელსაც კი ითვლებოდა მაგარ ნავაროტკად,
აქ 1979 წელს უკვე იყო. თუმცა აქ ეს ყველაფერი არა, უფრო საინტერესო რაღაცები მარცხენა მხარეს არის. აქ ჩვენ გვაქვს ავტომატური ფარები, ანუ ეს ნიშნავს, რომ სიბნელეში თავისი დაინთება ფარები და სინათლეში ჩაქრება და გვაქვს კრუიზ კონტროლი. ანუ 1979 წელს გამოშვებულ მანქანაზე გვაქვს კრუიზ კონტროლი. ანუ ხვდებით სად იყო კადილაკი მაშინ და ვისთვის აკეთებდა მანქანებს? ანუ საერთოდ ამ სამყაროში რო არ წერია, ეგეთი ხალხისთვის აკეთებდნენ მანქანებს და ეგეთი ხალხისთვის არის ეს მანქანა შექმნილი. და ამ ყველაფერზე ყველაზე კარგად მეტყველებს ნოხი. ანუ ჩვენ რო ვეძახით ნოხს მანქანაში, გულისხმობთ ხოლმე ძირითადად რაღაც პლასმასის ან ძალიან ბანძი ნაჭრის ზედაპირს, რომელსაც ვეძახით ნოხს. აქ გვაქვს სახლში ყველაზე მაგარ ადგილას დაგებული ნოხი, რაც არის ხოლმე, აი ეგ რა, მისაღებში რო ნოხი აფენია, ეგ ნოხი გვაქვს აქ. ამ მანქანაში არის 4 საფერფლე რა და ყველაფერი ისია მოწყობილი, რომ მოწევას დაგაწყებინებენ რა. ანუ აი აქ ეს მაგარი რაღაცაა გაკეთებული, უამრავი საფერფლე, ისეთი სივრცე, სადაც მისაღებში გონია თავი, აი ძალიან მაგარი ტიპი. ერთი ვისკის ჭიქა აკლია და ეგაა რა. ხო, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სავარძელი, სადაც ეს ხელი აიწევა. და საკმაოდ ფუნქციონალური ხდება ეს წინა მხარე. კი ბატონო. ახლა კი უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ხელთათმანების 5 ბარდაჩუქს, რასაც ვეძახით, რომელიც რა თქმა უნდა იკეტება გასაღებით და ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად რა, კარის სახელური, რომელიც არის ისე გაკეთებული, რომ მოძრაობს და განსდაგავს, რომ ძველი, აი ძალიან მდიდრული სახლის კარს კეტავ. აუ რა მაგარია რა შეხედე. თუ წინა სავარძლებში დაჯდები და მიხვდები, რომ ვერც ერთი თანამედროვე Mercedes-ი და მით უმეტეს Toyota ესეთი რბილი ვერ არის, უკანა სავარძლებში რომ დაჯდები, მიხვდები, რომ ვერც ერთი თანამედროვე Maybach-ი ესეთი რბილი და კომფორტული ვერ არის. ანუ აქ განა უბრალოდ სავარძელში ზიხარ, მისაღებში ზიხარ. აი იქ მენა უკვე მართლა სახში ზიხარ რა. ესე გადაწოლილი ხარ. ძალიან კომფორტულია, გისწორდება რასაც ქვია რა. აუ რა კომფორტულია, რა რბილია, ბიჭო. ვერ ვიტყვი რომ აქ ახლა მაინც და მაინც დიდი სივრცეა წინფეხებთან, უფრო მეტსაც მოველოდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ მანქანა არის 5 მეტრი და 64 რა და უფრო მეტი ნაწილი აქვს წაღებული ძრავსა და წინა მხარეს ეს კაპოტს და საბარგულს, ვიდრე სალონს. ანუ სალონს ჩემი აზრით უფრო დიდს გააკეთებდნენ რომენდოებინათ რა და ესეთი რაღაცა რატო ქნეს არ ვიცი. თავზემოთ ადგილი საკმაოდ მაღალია, ანუ აქ მაღალი ადამიანი თავს ძალიან კომფორტულად იგზნობს. ეს ჭერიც კი ძალიან რბილი და კარგი მატერიაა გაკეთებული. და მოკლედ აი ეს არის პრეზიდენტის ლუქსი რა, აი სასტუმროში რო პრეზიდენტის ლუქსი, აი ეგ არის, აი ძალიან საკაიფოდ კომფორტულად. აუ რა კაია ჩემი. დანარჩენი ხა განათებაა, რაღაც გაზეთი რო წაიკითხა მაშინ, ეს დაიჭერდა, გაზეთს წაიკითხავ და ეს განათებები რა თქმა უნდა მუშაობს, ანუ აქ რაც არის ყველაფერი მუშაობს რა, მანქანაში თითქმის არაფერი არის, რაც არ მუშაობს. არის საფერფლე, არის ასევე ასანთი და ეს პატარა ეს აქვს აქ. თავის მისაღლობი და ვიღაც ისეთი ტიპი თუ იყო მოშორება რო გინდა და ეხა აქეთ არა, აქეთ, მაგრამ ესე რაგანა და გადმოწევდა მკვდარია რა, საბასევასება ესეთ რაღაცები სად არ არის? იმენა გაუსწორდება. კარგი, მოდი ახლა უკვე ვისაუბროთ მის მართვაზე და მართვა არის ამ მანქანის ყველაზე დიდი ღირსება. სიარულისას გზაზე როგორ გადადის, იცი? ასე გგონია, რომ ჰამაკში ხარ ჩაწოლილი, ანუ საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ. ქანაობს, ანუ აქ არ გაქვს ესეთი მყარი დგომა, რომ ესე პირდაპირ მიდიხარ და მყარად გახარ, არა, ქანაობს, მაგრამ რომ ქანაობს, იმდენად კომფორტულია ამით რა და იმდენად რბილია, რომ მაგრა გისწორდება. ჰამაკში წოლას გავს დაახლოებით რა, ცოტაც მაინც რო გაქანავდება და რო кайფობ მაგით. ვისაც ზღვის დაავადება გაქვს, შეიძლება ჰამაკი მაინც და მაინც არ მოგწონთ, მაგრამ ამაში ეგ პრობლემა არ შეგაწუხებთ, იმიტომ რომ მეც თქვენს რიგებში ვარ და ნუ თავს იდეალურად ვზნობ რა. ძალიან საინტერესოა როგორ ჩერდება და ჩქარდება ეს მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ სულ 150 ცხენი ზალა აქვს, თორკი აქვს 300 ნიუტონ-მეტრზე მეტი და ამ მანქანას ეგ ძალიან ეთყობა. საკმაოდ ცოცხლად ჩქარდება ნულიდან, ანუ დაბალი სიჩქარეებით, მაგრამ სისრაფეზე ახლა ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ სრაფია. სრაფი არ არის ეს მანქანა, თუმცა საინტერესოა ერთი რაღაცა რა. აჩქარება და მუხრუჭი ისია მოწყობილი, რომ ყველაზე დებილი მძღოლიც კი ძალიან კომფორტულად ივლის. აი რას გულისხმობ, იცით? ალბათ ბევრი მჯდარ ხართ ტაქსში, სადაც მძღოლი დადის ძალიან ცუდად.
სწრაფად ჩქარდება და ძალიან სწრაფად ჩერდება და ამ დროს გულისრევის შეგრძნება გეწყება და მოკლედ აღარ გინდა რა. ეგეთი ადამიანები მძღოლად არ ვარგან, იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის. აქ ეგ ვერ მოხდება. ანუ ყველაზე ცუდი მძღოლიც კი, რომელმაც ეს პლავნად გაჩერებას და აჩქარებას სადაც ვეძახით. ეგ არ გამოსდის, ამ მანქანით ივლის ძალიან თანაბრად რა, აი პლავნად რასაც ვეძახით, მასე ივლის ამ მანქანით. იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გააკეთეს ეგ, მაგრამ ისია მოწყობილი, რომ ძალიან კომფორტულად დადიხარ რა, როგორც არ უნდა მოინდომო, ამით სწრაფად ვერ გააჩერებ და სწრაფად ვერ აჩქარდებ. და სხვათა შორის ეგ მხოლოდ ძვირადღირებულ მანქანებს ახასიათებს, თუ დააკვირდებით ეს იაფასიანი მანქანები სწრაფად ჩქარდება, სწრაფად ნელდება, იმიტომ რომ ინჟინრულად მაინც და მაინც მარტივი გასაკეთებელი არ არის ეგ, რომ ესე პლავნად აჩქარდე და გაჩერდე, როგორც ეს მანქანა ამას აკეთებს. და სიარულისას ისეთი განცდა გაქვს, რომ კი არ გონია რომ მანქანაში ზიხარ და სადღაც მიდიხარ, გონია რომ სახლში ზიხარ და სადღაც მიდიხარ. ხელით საჭესრო ვეხები მგონია რომ რაღაც ძალიან ძვირადღირებულს ვეხები. ბავშვობაში რომ ფაიფურის ჭურჭელი იყო შეწყობილი სერვანში, მგონია რომ დედაჩემმა ეგ გამოიღო და რაღაც ისეც ვეხები განსაკუთრებულს რა, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე ძალიან. აი მე მაგალითად ყველაზე მეტად გამისწორდება ეს მანქანა რომ ყოლოდა დაახლოებით 23-25 წლის ასაკში, აი ძმაკაცები რო სხედხართ რა და დააწეკით ბათუმში წახვედით. აი ძალიან კომფორტული არის. ალბათ არ დავიღლები ამით 1000 კილომეტრი რომ გავიარო მაინც რა. ძალიან მაგარი ტიპია. წინის კადილაკის ლოგო ესე ამაყად დგას. ეს კადილაკის ლოგო მარტო მანქანის ლოგო არ არის რა. შენს გახსენებს რომ გამოგივიდა, ანუ შეძელი და კადილაკი იყიდე. ის რაზეც მთელი მსოფლიო ოსტევს. და ახლა გადავედით იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რაც ამ ყველაფერს ამოძრავებს რა. ეს არის ძრავი. ეს არის ძრავი, რომელსაც ეს V1 მანქანა მოძრაობაში მოყავს. არის 6-დან 0 V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, როგორც უკვე გითხარით, 150 ცხენის ძალა აქვს და 300 ნიუტონ-მეტრზე მეტს გამოიმუშავებს თორქს. რა თქმა უნდა, კარბურატორია, ეხლა რა თქმა უნდა, აქ სხვა სისტემა ვერ იქნება, იმიტომ რომ იმ პერიოდში კარბურატორზე გამოდიოდა ძირითადად მანქანები, კიდევ და ყველა მანქანა კარბურატორზე გამოდიოდა და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიკვირს, რომ დღეს ასე მშვიდად და წნარად მუშაობს ამის კარბურატორის ძრავი, იმიტომ რომ კარბურატორის ძრავის ყოველთვის პრობლემა ის აქვს, რომ ერთხელ რო დაქოქავ, ჩააქრობ, გააჩერებ 1-2 დღე და მე რო დაქოქავ, თავიდან შეიძლება აღარც დაიქოქოს და დაჭირდეს ბენზინის ჩასხმა ზემოდან და ასე შემდეგ. ამ მანქანას კიდე კვირაში 1-2 ძლს გადაქოქავენ ხოლმე, შეუძლებლად იქოქება დადის. ანუ გამძლეობის მხრივ ნამდვილად აჩვენა, რომ აი ერთ-ერთი ტოპ ძრავია რა. იმიტომ რომ რავი, მე მაგალითად ლინკოლნზე დავიტანჯე იმ ძრავის რაღაც ყოველ ჯერზე დარეგულირებით რა და გადავწყვიტე რომ გამოუწერო ელექტროკარბურატორი, რომელსაც დარეგულირება ესე არ ჭირდება და თვითონ მიხედავს თავის თავს რა. მაგ დონემდე მივედი. სანამ მანქანაში დავბრუნდებით, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს ავტომობილი არის ჩემი მეგობრის და ქირავდება სხვადასხვა სპეციალური დღეებისთვის, ქორწილებისთვის და ასე შემდეგ. შეგიძლიათ იქირავოთ, აქვე ამოვანათებ ნომერს, აღწერაშიც მაინც დავტოვებ, შეგიძლიათ დაურეკოთ და იქირავოთ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მანქანაა, რის ქირავობაც შეგიძლიათ ასეთი განსაკუთრებული დღეებისთვის. ამანქანით რომ მოგზაურობ, ისეთი განცდა მაქვს, რომ 70-იანი წლების ბიზნეს კლასით ვსწავლობ. მე ახლა არ ვჯდარ ვარ რა იმ დროს თვითფრინავში, მაგრამ ფოტოები რაც მინახავს, ძალიან რბილი ტახტები უდგათ. ეს ახლა გახდა ეს თვითფრინავი ძალიან არაკომფორტული, თორე ადრე, როდესაც ძვირი ღირდა გადაადგილება, ძალიან ძვირადღირებულ ტრანსპორტად ითვლებოდა და აგერ ფოტოზე ხედავთ დაახლოებით როგორი იყო და იმ გონია რომ მაგას გზნობდნენ რა. აი ამ მანქანით რომ დადიხარ, გონია რომ პირველი კლასით დაფრინავ ოღონ მიწაზე. სწრაფად ვერივლია ამ მანქანის შანსი არა, თვითონ ისეთი ტიპია რომ სწრაფად ვერივლია. აი ვის გავს იცი? სანათესაოში ყველაზე ავტორიტეტული ბიძარო არის, რომელთან თანდასწრებითაც არ ტინგიცებ, აი ეგეთი როჟაა რა. არ მოგინდება რა. უბრალოდ არიზამ რა, აი არ შეიგინები რა მას. აი როგორი მანქანაა იცი? ქორწილში არავის არ გაეკიდები. მთელი ქორწილი დაგელოდება და შენთან ერთად ივლის. თუ წავლენ და ფეხებზე გეკიდება, მიხვალ მაშინ, როდესაც მიხვალ და დაგელოდებია. მოკლედ, რომ შევაჯამოთ. 1979 წლის Cadillac Fleetwood არის old money office-ის საბურავებზე. ეს კლასით სადმე რომ მიდიხარ, ყველა ხვდება რომ ვიღაც განსაკუთრებული მოვიდა და ამ მანქანით სადმე რომ მიდიხარ, ყველას აინტერესებს ვინ ჯანდაბა მოვიდა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დარჩით ჩემთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ. დროებით.